გამარჯობათ, მოგესალმებით. ძალიან გაბრაზებული და გაღიზიანებული ვარ და დიდი ხანი ვფიქრობდი როგორ მეთქვა და რა სიტყვებით მეთქვა არ მინდა ცუდად გავამივიდეს. ცუდი სიტყვებით ვილაპარაკო. დღევანდელ დრაგთან დაკავშირებით. პირველ რიგში სანამ ცუდ რაღაცებს დავიწყებ, მინდა ტატოს ფუხაშვილს მიულოცო საქართველოს რეკორდის მოხსნა დრაგის შეჯიბრზე 402 მეტრზე 8 და 9-ში იარა ტატომ და ძალიან მაგარი შედეგია. დიდი ხანია ამისთვის იბრძვის და ვინც იბრძვის ის ყოველთვის იმარჯვებს. ამიტომ მულოცავ ტატოს ამ გამარჯვებას. რაც შეეხება დრაგს დავიწყებ გუშინდელი დღიდან. გამოდიოდი F95-ით. გუშინდელი დღეს იყო გამახურებელზე უпростоრად ძაღლები არ მაცდიან. უпростоრად კვალიფიკაცია იყო გუშინ დღეს. გუშინ დილით ვეღარც ვლაპარაკ ვიზე გაღიზიანებული ვარ. გამახურებელზე პირველ გავლაზე ჩვეულებრივად გავიარე, ცუდი სტარტი მქონდა, მაგრამ გავიარე, რაღაც დრო დავაფიქსირე. მეორე წრეზე რო გავედი, რომ მეორე დრო დამეწერა. რო დრო გამეუმჯობესებინა. ყველა მიცით იქ რუსთავში როგორი ასფალტია და კენჭები ეკრობა საბურავს, ცხელ საბურავს. კრუგი რო დავარტყი და გავედი მეორე გასვლაზე, ბიჭებს დაუძახე, რომ საბურავები გაეწმინდათ სტარტზე რო დავდგებოდი. აღნიშნავ, რომ ეს არის საკვალიფიკაციო გარბენი, რომლის მიხედვითაც, დროის მიხედვითაც მერე ცხრილი დგება და იმის მიხედვით ეჯიბრების სხვებს. შესაბამისად სტარტთან რო უნდა დამდგარიყავი და ვითხოვე საბურავების გაწმენდვა, ანუ კენჭები რო ეკრობა საბურავებს, მერე სტარტი ცუდია, ბუქსავ და ასე შემდეგ. და კაი დროს ვერ წერ. იქვე იდგა გიგი და რო დაუძახე ჩემ ბიჭებს მექანიკოს საბურავები გამიწმინდეთ მეთქი, გიგიმ უარი განაცხადა, არაო, საბურავების გაწმენდვა არ შეიძლებაო და საბურავები არ გამაწმენდინა. საბურავები არ გამაწმენდინა. ნუ სტარტზე დავდექი, ვიბუქსავენ, რაღაცა დრო დავწერე, მაგრამ ბევრი ვიბუქსავე. როცა სტარტზე დგები და მნიშვნელოვანია შენთვის ეგ გარბენი და საბურავებს არ გაწმენდინებენ, არ ვიცი ეგ რას ნიშნავს, მით უმეტეს ჩემთვის ეგ გადამწყვეტი იყო, იმიტომ რომ ორი საცდელი გავლა გაქვს, რომ რაღაცა კაი დრო დავაფიქსირო. ამ შემთხვევაში მე პირველი საცდელი ცუდად ვიარე, ძალიან ცუდ დროში ვიარე და ეგ გარბენი ჩემთვის იყო გადამწყვეტი, რომ კაი დრო დამიფიქსირებინა და რავი, არ გამაწმენდინეს საბურავები და ნუ შედეგიც გამოიღო, ბევრი ვიბუქსავე, მაგრამ ასე თუ ისე მაინც მესამე დრო დავაფიქსირე. მაგის შემდეგ ხო ვაკვირდებოდი. ეხლა ვიღაცა მე რაღაცას მიკრძალავს, იგივე სხვამ არ უნდა გააკეთოს. წესით ეგრეა, ყველა მეთანხმებით. რამოდენი მანქანაზე ბიჭები რო დადგებოდნენ სტარტზე, პაკეშკებს უწმინდავდნენ და გიგის ყოველთვის უყურებდი და ხმას არ იღებდა. ხედავდა რომ წმინდავდნენ და ხმას არ იღებდა. რაღაც მომენტში უკვე ძალიან რამოდენიმეჯერ რო დავინახე ეგ ყველაფერი, გიგის ვანიშნე მეთქი. შეხედე გიგი, მე რომ მიგზალავ, ეგერ წმინდავენ და მე რო უთხარი, ეგრევე აუგზალა და აღარ გააწმენდინა. მაგრამ ეგ არ მესმის. დრაგზე გადიხარ, საკვალიფიკაციო გარბენს აკეთებ და რომელი დროც ძალიან გადამწყვეტია, საბურავს არ აწმენდინებ, რომ იდეალურად დაისტარტოს და გაიაროს. ეგ რას ნიშნავს არ ვიცი. რაც არის, ვეღარაფერს ვეღარ შევცვლით. ნუ მაგ დღემ ჩაიარა. მეორე დღეს, ანუ დღეს მივედით, შევიკრიბეთ ერთ-ერთ მანქანას. ნახე F90 M5 იყო, ჩვენი მეგობრის, ჩვეულებრივი M5 იყო, ეყენა CS-ის მოდელი რო არის M5 მსუბუქი ვერსია, იმის კოვშები ედო მანქანაში. სპორტული სიდენეები, მსუბუქი სიდენეები. თუ გახსოვთ, წინა დრაგზე მე ვიყავი M6-ით, კოვშები მეყენა
და სანამ სიდენეები არ შემოცლევინეს, არ გამომიშვეს. კოვში თუ გიდევსო, დადუგული უნდა იყოსო, 5 წერტილიანი რემენი უნდა გეკეთოსო და 1000 რაღაცა მოვისმინე. დავეთანხმე, შევცვალე სიდენეები და გამოვედი მერე შეჯიბრზე. დღეს რო მოხდა იგივე თემა, რო ვიკითხე რა ხდება კოვშები რატო არის, მე მანქანის მეპატრონემ მითხრა რომ შეთანხმებულია და პრობლემა არ არის. ავედი მაგის მერე და გიგის ვეკითხები. გიგი, მე გამოდივარ F90 M5-ით. ჩვეულებრივი F90 M5-ით. მაქვს იმის უფლება, რომ დავაყენო CS-ის კოვშები, რომელიც BMW-ს ორიგინალია, უსაფრთხოარი და ასე შემდეგ. ქარხნულად მოყვება CS. რაც პასუხი მივიღე, არა, არ შეგიძლია. მაშინ შემდეგ კითხვა გამიშთა. არის ერთ-ერთი მანქანა, რომელიც ესეთი სიდენეებით არის გამოსული. ამ შემთხვევაში რა ხდება? ვერ გამოვა შეჯიბრზე და გადამამისამართა ტექნიკურ კომისართან ჭანტურიასთან. შესაბამისად მივედი ჭანტურიასთან და ვიკითხე. არის მეთქი ესეთი სიტუაცია. გახსოვთ, ჭანტურია ამიგრძალა მაშინ კოვშებით გამოსვლა M6-ზე და ვკითხე ჭანტურიას. მეთქი რა ხდება ამ შემთხვევაში? არაო, არ შეიძლებაო, მაგრამო მეო ამ დღესო აქო არაფერს არ წარმოადგენო. ანუ ტექნიკური კომისარი არა ვარო, პროსტა ვარ აქ მოსულიო. ისევ მივედი გიგისთან და ვეკითხები იგივე თემას. ისევ ამისამართებს ჭანტურიასთან. ჭანტურიას ვეკითხები ისევ და პასუხს ვერ მცემს. ანუ სავარაუდოდ იცოდა რომ არ უნდა ყოფილიყო ეგრე, მაგრამ რაღაცის გამო ეგრე აკეთებდნენ. საბოლოო ჯამში ეგ მანქანა გამოვიდა შეჯიბრზე. იმიტომ რომ არ ვიცი რა უთხრეს, როგორ უთხრეს, რანაირად დაწყმუნეს გიგი, შეჯიბრზე გამოვიდა. მე შევხვდი რაღაც მანქანას, რაღაც აუცდა, ცოტა სუსტი იყო და გავასწარი. შემდეგში მომიწია მაგ მანქანასთან დადგომა. პირველი დადგომა კარგი სტარტი მქონდა, მაგრა წავედი. მთელი გზა თითქმის წინ ვიყავი და ბოლოში დამეწია და გამასწრო. რა თქმა უნდა, მეც ავტომატურად გავღიზიანდი. არ იყო ჩემი აზრით სწორი, მაგრამ წაგება. ეხა ეს გასწრება იყო წონის გამო თუ უკეთესად მომზადებულის გამო, ფაქტია გამასწრო. აზრი არ ხა ჩემთვის ნაკლები წონის გამო გამასწრო, თუ მეტად გაკეთებული მანქანის გამო გამასწრო. ეგ უკვე გასწრება, მაგრამ ჩემი აზრით კოვშები არ უნდა იყოს. რეგლამენტში ეგრე წერია. მეორე დადგომაზე უკვე ვიცოდი რომ მანქანა ჩქარი იყო. ცოტა ადრე ცოტა მეტ ბუს მოვიყვან სტარტზე და იქნება და გავექცე და ვეღარ დამეწიოს, იმიტომ რომ სიჩქარეზე მეწევა და მასწრებს. ვიჩქარე და ცუდი სტარტი მქონდა, დამიბუქსავდა, გამითიშა და მივხვდი რომ აზრი აღარ მქონდა გაკიდებას და გავაჩერე მოვატრიალე და გაბრაზებული დაუბრუნდი. ძალიან შევიკავი მე თავი, ძალიან გავბრაზებული ვიყავი და რავი, იქ ხმარა უმიღია, ცალკე გიგის და ჭანტურიას უთხარი რომ მეთქი ეს არასწორი საქციელია, რაღაცა მთელი ამბები და თვითონ გამცეს პასუხი რომ ქარხნულათო ოფციებშიო თუ აქო F90 M5-ო CS-ის კამებიო, კოვშებიო, ეგო შეიძლებაო. მაგას მეუნება შეჯიბრი რომ მორჩა, წავაგე, გააგზელა იმ პიროვნებამ, ჩვენმა მეგობარმა, აღარ ვიტყვი ხო ვინ არის, რა აზრი აქვს ვინ არის, მიულოცე გამარჯვება, გააგზელა შეჯიბრზე სიარული. თქვათ და დაშვებულია და არის ოფციაში გამოდის მაქსიდენიით. ან არ არის სიდენიით გამოსული ოფციაში. თქვათ არ არის ოფცია და დარღვეული აქვს წესი. მე გამოვარდი. ვიღაცეები თქვათ ვინ შეხვდა შეიძლება გამოვარდა და რაღაც საპრიზო ადგილი დაიკავა. აი ეგ დროს რა ხდება, მაგრამ მაინტერესებს. აღმოჩნდა რომ არ შეიძლება მაგ მანქანის გამოსვლა მაგ კლასში. მერე რა ხდება? თავიდან ატარებ შეჯიბრს თუ რა წესია, მაგას ვერ ხვდები.
მე რო ვიცი რომ ეს F90 M5 ჩვეულებრივი ვერსია CS-ის სიდენიებით არ გამოდის. ეს პირველი შემთხვევა არ არის, რაც შეეხება BMW-s კლუბის ჩატარებულ რაღაც სხვადასხვა ივენთებს. სულ რაღაცა პრობლემა არის და სულ რაღაცა უკმაყოფილება არის. მაგრამ ყველა იძახის რომ კი არ მოგწონს ესე, მაგრამ ხმას არავინ არ იღებს. დღესაც მაგ თემასთან დაკავშირებით სხვადასხვა ბიჭები უკმაყოფილოები იყვნენ, მაგრამ ხმა არავინ არ ამოიღო. ამიტომ ჯობია ხმა ამოიღოთ, რომ ისევ თავზე არ დაგაჯდნენ. ჯობია გაარკვიოთ ყველაფერი და ისე იყოს, როგორც წერია წესებში. რეგლამენტში როგორც წერია, ისე ჩატარდეს ყველაფერი და რაღაცა გვერდითა შემოვლით არ შემოიბაროს. არ ვიცი, ხა სხვა რა გითხრათ, ძალიან გაღიზიანებული ვარ, ძალიან გაბრაზებული ვარ. ერთი მინდა ვთქვა, რომ BMW-s კლუბის ჩატარებულ შეჯიბრზე რამე ნებისმიერ ივენტზე, რაც კი რამე იქნება მაგათ ირგვლივ, ან ახლოს მონაწილეობას კი არა, საყურებლათაც არ მივალ მაგათ ნებისმიერ ივენტზე. ვაფშე აღარ არსებობს ჩემთვის ეგ კლუბი, თუ კლუბი ქვია. ამიტომ დანარჩენი თქვენ გადაწყვიტეთ, როგორ აპირებთ და როგორ გინდათ გააგრძელოთ მონაწილეებს გულისხმობ ეგეთ შეჯიბრებზე სიარული. ყველა მიცის, რომ სულ მსგავსი პრობლემა არის. სულ ვიღაცას აყენებენ წინ და უხვევენ რეგლამენტს. დიდი მადლობა მოსმენისთვის, ყურადღებისთვის. კარგად ბრძანდებოდეთ. ჯობია ყველამ ყოველთვის ხმა ამოიღოთ და თქვათ თქვენი სიმართლე, რომ ვიღაცამ არ დაგჩაგროთ თქვენ სიმართლეში. კარგად ბრძანდებოდეთ.